რძეში, თბილ რძეში, უნდა გახსნან დროში. ნინო, ოღონდ უნდა გააკეთო მძიმე. ეს არის ჩემი დღევანდელი პირობა. სიმძიმეს იცი რა ძლებს. სამაგიეროდ არ გაგთქვა. მე მაგ შენზე კომპრომატები. ხო და არაფერს არ ვიტყვი თუ გააკეთე მძიმე. რაფერი მინდა იცი გენაცვალე. დიახ. სულ სინჯა. 5 კილოს ვიმატებ აღდგომას. დიახ. სადმე რომ მოკრავ ყურს კაია უყიდულობ მოაქვთ ჩემთან მეგობრებს ჩუქნიან არის ერთი ამბავი არც ერთი არა მძიმე. როგორიც ჩემს ბავშვობაში რომ აცხობდნენ რატომ იყო ის მძიმე ასეთი როილესებოდა ხო? კიანი შვნებოდა ამდო? ახლა აცხობენ პასუხი ბულკებს რაც ხა ასე ყველა ფუნფურა არა იმფერი რომ მინდა ასკას სიმძიმეს აძლევს ცხიმი. ყველანაირი ცხიმი არის ახლა ჩვენ ცხიმი იმფერი გიდევს მაგერ რომ არ დაესიზნება არავის არც კინტიანია და არც არაფერი აჭარიდან გამომიგზანა ერთივე დრო კარაქით ჩემმა მელექმა და ნახე რაფერია შეხედე რაფერია გადასარე ეს იმ დრო ხა სულ არ უნახავს მეგონი არც ქათამი ბალახის გარდა რაფერია რომ მე მგონი ქათამიც არ უნახავს ეხლა მე ამას გასა ხიმის გარდა რა კიდე საიდუმლოებები არის საიდუმლოებები ახლა მოყვები ყველაფერს იმიტომ რომ ჩვენ ახლა დღეს რომელი რეცეპტითაც ვაკეთებ ეს არის ჩემი ბავშვობის დროში დედა რომ აწყობდა და დედამ ეს ისწავლა ბერძნებიდან. ჩვენ ბერძნებისაც ყავდა. ჩვენ ცხოვრობდით ქობულეთში ბერძნების უბანში. და ქობულეთში ბერძნები ცხოვრობდნენ? ბევრი ძალიან მთელი ერთი სოფელი იყო ქობულეთში ბერძნები. სახელმწიფოები გახსოვს? როგორ არ მახსოვს და გუშინ სულ ყველას ვიხსენებდი. სულ ყველას არ ჩემი გამოგერცხობდა დღე? კი, აი ნახე რა გვარები იყვნენ ეს ამირიდები კი გუშინ გავხსენდე ჩამოწერე მავროპულო, აეროპულო, კაიტალიდი, სელვიდი, პაპანდოპულო, პავლიდი, შოვნუსი. სახელები ქვედათ გადასარევი, სემიყვათელი ბავშვობა მაგოდება ამით. პართენა, ანია, იანგული, ფენია, ხრისტულა, სტავრო, სოკრატა, მორფილი, საყვალები. რამდენიმე ოჯახი ეხლა ცხოვრობს, მაგრამ ძირითადად წასულებიან და უმრავლესობამ ვერ გაყიდა იქაურობა. ჩამოდიან ხოლმე ზაფხულობით ხანში. და აცხობდა პასკას, მაგარი მართლმადიდებლები არიან? ქრისტიანები რა თქმა უნდა. ესენი არიან მართლმადიდებლები და ესენი აცხობდნენ საუკეთესო პასკებს. და იცი როგორ აცხობდნენ? თონე ჰქონდათ. თონე არა, ფურნე ექნებოდა. ფურდე, ხო აბა, თონეს, ხო, ფურდე ესე შესაძლებელია. კი. ხე თქვენებიც აცხობდნენ? ჩემები დედაჩემა იცოდა მაგათგან დასწავლი და ყველას თავთავისი დრო ჰქონდა, 3 საათი ამ ფურნეში. ყველას მიქონდა თავისი შეშა, მიქონდა თავისი ნაფერები და გაღუღუნებული ეს ზომი, დიდ სუფრაში შეფუთული გადახვეული და იქედან მთელი კვირები იდგა უბანში პასკის სუნი. და ეხლა აი აღვადგინე უბრალოდ დედას იმიდან ბლოკნოტიდან გადმოვიწერე და მოდი ვცადო და იქნება გამოვიწერე. მძიმე მინდა ძალიან კაი ამბავია ეგ ამბვათაც კაია. და ეს საქართველოს არა პასკა ქართული ამბავი, თუ ვიღავიჩენებთ. ახლა გითხრა მეორე ამბავი. ეს ამბავი რომ მოყევი მე გუშინ ჩემი ჯუფელია და მეგობარი შუთხება რომ მითხრა რომ ჩვენ სოფელში სადაც ცხოვრობდა ძალიან ბევრი პოლონელიო, ჩვენ ახალ სოფელში ყავის რაიონში ეს პასკის რეცეპტი ვისწავლით პოლონელებისგან. აი რა. დავრეკე იქ ველაპარაკე ძალიან გოს დიანას რომელსაც ჩამაწერინა თავისი პოლონური რეცეპტი და რა გვარები ყოფილან იქ? აბა წამიგითხე. ნახე, ყვარლის სოფელი ახალ სოფელში. ნინო დღეს რაფერ მომზადებული ხარ? იურგაევსკები ცხოვრობდნენ. ოჩინსკები, დუბოვსკები და ზარეცკები. კიდე იყო სხვა გვარებიც ახლა უცებ ვერ მოიგონა, მაგრამ დღემდე შემორჩენილია იმათი რეცეპტები, რითიც ახლა ახელები აწყობენ. ეხლა მე დროჟი საფუარი უკაცრავად არ მივიღო თქვენი შენიშვნა, გავხსენით თბილრძეში. ამას უნდა დავამატოთ ცოტა შაქარი, ქვილი და უნდა დამდგა და გასაფუებლად. ნინო, როგორი სიყვარული. ამას ახლა ბევრი ქუთქუთი და ამბავი უნდა რა. აუცილებლად უნდა ამას ქუთქუთი. ნახე, ესენი მეუბნებოდნენ რომ დავრეკე კითხე პოლონელებიდან საღამო ხანს ვიწყებდნენ ჩვენები ამის კეთებას და მთელი ღამე ამ ცობს უვლიდნენ. ისე რომ დილით უკვე გამოსაცხობად გამზადებული. მე უკვე გაღლილი ვარ შენ შემოგევლე. დიახ. ერთმა ხელი მოგიმართოს, დილამდე დილას დამახვედრე გამომწვარი პასკები. მე ფურნეში გამოვაცხობ, მეტი რა. რაფერი იასამნები გავახვედრე, გადავფურჩნი აკაურობა. იასამაზე უფრო აღდგომას არაფერი არ უხდება. არც შეუმჩნევია. ყვავილს თუ არ ხედავს, სუნი მაინც შეამჩნია, დაგაბრუებს იმფერი სუნი. მე ყვავილს ვერ ვამჩნე.
გეთქვა ერთი რა ფერ რა სილამაზეა გაგიჟებული. ახლა შეგვეცი. ისეთი ლამაზი რაღაცა კეთება, ხო ჭირდება სილამაზე. დედაჩემ საერთოდ კარებს ეტოვდება ისე ჩაკეტილში იყო და მისთვის ლოცულობდა. ხო და ახლა მე წავედი ფურნეში და შენ გინდა კარები ჩაკეტე და რაც გინდა იქ. კვეცხი მედი გარეცხილია, ხო? ასოდაში უნდა გარეცხო. დიახ. გარეცხილი არა კიდევ. სოდაში და გარეცხილი. იცი რა? ეიგონა. სოდაში გარეცხილი კვერცხები მომთხოვა. მეჯერებია ამისთვის წამოვეღო მიქსები. რა უთათქული ახლა აგი სანამ არ ამოვა ახუნხურდება კარგად არ გაიწება ეს კაცი, მანამ უნდა ვიყვე ასე. მაგრამ ეს არის ძალიან საყვარელი ხმა. ნუ დაიწყეს კიდე ამ პასკების და კულიჩების მოორთვა 1000 საშუალება, მარცეპანის ყვავილები, პეპლები, ბურთები, რა შოკოლადის კვერცხები. ამას უსვებდნენ მხოლოდ და მხოლოდ კვერცხის გულს გახსნიდნენ რძეში და გადაუსვებდნენ რბილი ქსოვილით თავზე და მოაპრიალებდნენ და ეს იყო სულ. ან შაქრის უდრას მოაყრიდნენ. ეს ხორჯიობის კარაქია, ხო? ნახე, 10 ქვე ფაშიც კი არ იმას აქვს არ გათეთთ და ეს არის ზეთში დუღარე ზეთში ამოვლებული ქიშმიში. მიხედავთ, იმიტომ არის დაბერილი. წინასწარ დაყენებული ის არ არის საკმაოდ, ეს უბრალოდ ახალ გამოფქვეული უნდა იყოს და არაჩვეულებრივი არომატი აქვს. აჰა. ის სიცოცხლე აღარ მინდა. მოიტანე? აბა ნახოთ, ეს ხო არ დაგეცვა, ხო არ მირო, ამას ამბავი დაჭირდა? ვაიმე, თუ არ მოკლ. ვაიმე, ჯვარი წერია. ზურა. ამას ამბავი დაჭირდა მე, მომეტილო, დევიჭი ხელი. აი რა ნახა თვალმა, აი რა დაჭირებია ამას. დევიჭი ხელი. ცხვარიც გამოსულა. გაწიე შენი გობი გამოვაგორო, თორე გამეწვა ხელები. აჰა. აბატო, იცი რა, მე არ მქონდა ბურჟუიკები მქონდა და რა თქმა უნდა ესე კექსის ფორმები არ აქვს შენ? ბურჟუიკები მქონდა და რა თქმა უნდა იმაში ჩავახვევი. უი, რა მშვენიერებია ყველა. აჰა. ჩემო ბატონო. აი რა ლამაზია, მოფიქქული. მშვენიერი. ზურა. აბა ნახე გაიხსენე გურიაში როგორ იცოდნენ ქრისტიანს და რო ეტყვია ყოდე და მინდა დაამკვიდრო ნეგა ეს ეტყო და გამოეპასუხებოდა მადლი მახარობელს ქრისტიანს გიხარობენ მადლი მახარობელს ქრისტიაღდგა მადლი მახარობელს შვენიერი გილოცავთ ჩემო ქართველებო კარგად იყავით გაგახაროთ გაგამრავლოთ გაგაძლიეროთ და მართლაც ვიჭერდა ამ ბოლო დღეებს შევინახავ და მე იახლებით და ამბავს შეგატყობიებთ მაგრამ თავარი ის არ რომ ძიმია 2 კილო იქნება ახლა ეს ძალიან კაებია დაიჭრება მშვენიერია